საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს, მე ვარ თეონა გეგელია. დღეს გიამბობთ ჩინეთის ისტორიის შესახებ. უფრო ზუსტად კი ამ ქვეყნის ისტორიის იმ ნაწილზე, რომელმაც შექმნა ჩინეთი დღევანდელი სახით. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ, იწონებთ და აზიარებთ ჩვენს ვიდეოებს, ჩვენს ძველ და ახალ გამომწერებს. თქვენი მხარდაჭერა არის ერთადერთი რამ, რაც ამ არხის არსებობას განსაზღვრავს. მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი. არსებობს უზარმაზარი უძველესი წარსულის ჩინეთის იმპერია, მისი მცხოვრებლების წარმოდგენით სამყაროს ცენტრი. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. მე-17 საუკუნეში ჩინეთი დაიპყრეს მანჯურებმა და რამდენიმე ასწლეულია, რაც მას მართავს მანჯურელთა იგივე ცინის დინასტია. ამ დინასტიის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ არ არიან ჩინელები. დიახ, მათ გაითავისეს ჩინური ენა, მოხელეთა გამოცდების ჩინური სისტემა, შეინარჩუნეს ჩინური ადათები, პანისამოსი და ასე შემდეგ. მაგრამ მაინც მართავენ მანჯურელები, ხოლო ჩინელები მათ ექვემდებარებიან. ამ დაქვემდებარების და მორჩილების ნიშნად ჩინელებმა უნდა ატარონ ნაწნავი. უარის შემთხვევაში კი შეიძლება სიკვდილით დასაჯონ. ამასთანავე ჩინეთი თითქოს გაყინული. გავიდა ის დრო, როდესაც ამ ქვეყნის ძლევამოსილებას განსაზღვრავდა უდიდესი ჩინური ცივილიზაცია. როდესაც ჩინეთი თავად კარნახობდა საკუთარ ნებას ყველა მეზობელ სახელმწიფოს. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. აქ შენარჩუნებულია უძველესი ტრადიციები და ცოტა რამ იცვლება და ასე არსებობა ალბათ შესაძლებელიც იქნებოდა, რომ არა ევროპელების და ამერიკელების გამოჩენა. რომლებიც ზუსტად ამ დროს მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში სიამოვნებით გაინაწილებდნენ ჩინეთის სხვადასხვა მიწას, მაგრამ პირდაპირ ჩინეთს ვერ გახლეჭდნენ კოლონიებად, ამიტომ გაიყვეს ის გავლენის სფეროებად. აქ ჩნდება გერმანული გავლენის სფერო, ამერიკული, რუსული ჩრდილოეთით. ჩინეთის ტერიტორია არის უზარმაზარი და ამ მიწის ფრაგმენტებზე ევროპელებს შეუძლიათ ვაჭრობა. აქ სახლდებიან მისიონერები. უფრო ღრმად ქვეყანაში მათ არ უშვებენ, მაგრამ დასავლური სახელმწიფოების ასეთი ფრაგმენტული გამოჩენაც კი ამ ტერიტორიებზე საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სიტუაცია დაძაბულიყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ხდება იხეცუანელების ცნობილი აჯანყება, რომელსაც ევროპაში მოკრივეთა აჯანყებას უწოდებენ. მას სათავეში ედგა საიდუმლო ორგანიზაცია იხეციუანი, რაც ნიშნავს მოღერებულ მუშტს მართლმსაჯულების და კანონისთვის. იხეცუანელები იყვნენ მისტიკური სწავლების მიმდევრები. თვლიდნენ, რომ ტყვია მათ ვერ მოკლავდა. სამაგიეროდ უნდოდათ აი ამ უცხოელი ადამიანების მოკვლა, რასაც თავიდან წარმატებით აკეთებდნენ კიდეც, ვიდრე დიდი ზესახელმწიფოები არ ჩაერიგნენ. არ შეიყვანეს თავიანთი ჯარები ჩინეთში და ჩაახშეს ეს აჯანყება. ამის შემდეგ ჩინეთი ბევრად უფრო დამოკიდებული გახდა დასავლურ ქვეყნებზე. ერთი მხრივ ჩინელებს ჰქონდათ მოდერნიზების სურვილი. სულ ცოტა იმისთვის, რომ არ ჩამორჩენოდნენ ამ ყვითელთმიან ეშმაკებს, ასე უწოდებდნენ ისინი დასავლელებს. მაგრამ მეორე მხრივ არ უნდოდათ, რომ შეცვლილიყვნენ და სიახლეები გაეზიარებინათ. მოკლედ, ჩინეთი აცნობიერებს, რომ ძალიან ჩამორჩენილია. რაც ყველა ქვეყნისთვის უსიამოვნო გრძნობაა, ხოლო ისეთი ქვეყნისთვის, რომელსაც თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნია, ეს 100-ჯერ უსიამოვნო გაცდაა. 1911 წელს აქ ხდება რევოლუცია. ამხობენ ბოლო იმპერატორს პუის, იმ პატარა ბიჭს, რომლის შესახებაც ბერტოლუჩიმ გადაიღო ცნობილი ფილმი უკანასკნელი იმპერატორი და იქნება ჩინეთის რესპუბლიკა. ჩინეთის ეროვნული აღორძინების, მანჯურიელებისგან და იმპერიალისტური სახელმწიფოებისგან გათავისუფლების ლიდერი იყო ცნობილი მოაზროვნე პოლიტიკოსი სუნ იატსენი. ის ემხრობოდა ძლიერი, დამოუკიდებელი ჩინური სახელმწიფოს შექმნას. მაგრამ როდესაც რევოლუცია მოხდა, სუნ იატსენი საკმაოდ სწრაფად ჩამოაშორეს ხელისუფლებას და რამდენიმე წლიან დიქტატურას აქ ამყარებს იუან შიკაი. მისი სიკვდილის შემდეგ სუნ იატსენი კვლავ ხდება ნაციონალური ლიდერი და პარტია გომინდანის ხელმძღვანელი. მკვიდრდება განცდა, რომ ეს პარტია ჩინეთს მართლაც ააღორძინებს, მაგრამ მათ ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. ეს არ იყო გასაკვირი, რადგან ცენტრალური ხელისუფლება იყო ძალიან სუსტი. 1920-იან, 30-იან წლებშიც კი ჩინეთი იქნება სხვადასხვა პროვინციისგან შემდგარი, დაქუცმაცებული ქვეყანა.
ამ პროვინციებიდან ზოგი მეტად, ზოგი კი ნაკლებად და უფრო ნაკლებად ემორჩილებოდა ცენტრს. მათ ყავდათ სამხედრო მეთაურები ან გუბერნატორები და იყვნენ შუა საუკუნეების ფეოდალებივით, რომლებიც თითქოს აღიარებდნენ ცენტრს, მაგრამ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები იყვნენ თავად. და აი ამ ატმოსფეროში გაიზრდება მაო ძედუნი. ის დაიბადა 1899 წელს სოფელში, საკმაოდ მდიდარი გლეხის ოჯახში. მისი მამა იყო ძალიან შრომის მოყვარე, რომელმაც თავისი შრომით ამოიყვანა ოჯახის სიღატაკიდან. მაოს მამასთან ჰქონდა ძალიან ცუდი ურთიერთობა. ის მუდმივად უსვამდა ხაზს იმას, რომ აღვერთებდა დედას, მაგრამ მამა ძალიან არ უყვარდა. ისინი ძირითადად ჩხუბობდნენ იმის გამო, რომ მაოს მუშაობა არ უნდოდა. მთელი დღეების განმავლობაში შეეძლო მხოლოდ წიგნები ეკითხა და სხვა არაფერი ეკეთებინა. სხვადასხვა ის მთელი ცხოვრება ძალიან ბევრს კითხულობდა, სხვა საქმეა რა დასკვნები გამოჰქონდა ამ წიგნებიდან. მამასთან კონფლიქტები აისახა მის ხასიათზეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ტირანად ის ამის გამო არ ჩამოყალიბებულა. არსებობს ხოლმე მოსაზრება სხვადასხვა ტირანის შესახებ, რომ ისინი თითქოს თავიდან იბრძვიან თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ ფუჭდებიან, რომ ძალაუფლება მათ რყვნის. მაო ძედუნი კი ის შემთხვევაა, როდესაც მასთან დაკავშირებით ყველაფერი თავიდანვე იყო ძალიან ცხადი. სულ ცოტა მისი სტუდენტობიდან. ის სწავლობდა პედაგოგიურ სასწავლებელში და მაშინვე წერდა მაგალითად იმას, რომ ამ უშვენიერეს ქვეყანაში, ჩინეთში, ხალხი ბუნებით იყო ინერტული, თვალთმაქცი და მონობით კმაყოფილი და ცრუ რწმენებით სავსე. ამიტომ საჭირო იყო ერთი ხელის მოსმით მთელი ამ უდიდესი ჩინური პროზის და პოეზიის განადგურება, რომ ის რყვნიდა ადამიანებს და არასწორ აზრებს გადმოსცემდა. გავა ნახევარი საუკუნე და კულტურული რევოლუცია დაიწყება სწორედ კულტურაზე შეტევით. ასევე მისი სიტყვებია, რომ მაგალითად მსოფლიო ომის აშიში არ არის, რომ ხანგრძლივი მშვიდობა აუტანელია კაცობრიობისთვის. მშვიდობიან დროს საჭიროა არეულობების პროვოცირება. ამას წერდა ის 1917-1918 წლებში და წარმოდგენა არ ჰქონდა არც მუსოლინიზე და არც ჰიტლერზე. ჰიტლერს სხვებიც არ იცნობდნენ ჯერ. ის ასევე წერდა, რომ ქვეყანა, ანუ ჩინეთი, სრულად უნდა დაინგრეს და შემდეგ უნდა აშენდეს თავიდან. ეს ყველაფერი არის ის, რასაც მაო ძედუნი მომავალში გააკეთებს. დაანგრევს ერთ სამყაროს და შექმნის სხვას, საშინელ, სისხლიან დიქტატურას. მაგრამ ეს იქნება ბევრი წლის შემდეგ. მანამდე ხელისუფლებაშია პარტია გომინდანი. პოლიტიკური ცხოვრება აქ ჩანასახშია. ამ პარტიაში იყვნენ საკმაოდ მემარცხენე შეხედულებების ადამიანებიც. მთავარი იდეა, რითიც შთაგონებულები იყვნენ სუნიატსენი და მისი მიმდევრები მოგვიანებითაც, ეს იყო ნაციონალიზმი, რომელიც მათ ესმოდათ როგორც ანტიიმპერიალიზმი. რომ ეს ამერიკული და ინგლისური გავლენები და ამერიკელი და ინგლისელი იმპერიალისტები მათ ჩაგრავდნენ და საჭირო იყო მათი თავიდან მოშორება. 1920 წელს ჩინეთის ჩრდილოეთით ძლიერდება ახალი სახელმწიფო საბჭოთა კავშირი. რევოლუციამდე რუსეთის იმპერია ძალიან აქტიურად ერეოდა ჩინეთის საქმეებში, მაგრამ მაშინ ის იყო ერთ-ერთი სხვა სახელმწიფოებს შორის, რომელსაც უნდოდა ჩინეთის დამორჩილება. ამ ახალი საბჭოეთის წარმომადგენლები კი ვლაპარაკობდნენ რაღაც ლამაზ რაღაცეებს, თავისუფლებაზე, რევოლუციაზე, მთელ მსოფლიოში. გომინდანის პარტია არანაირად არ იყო კომუნისტური, მაგრამ ანტიიმპერიალისტური იდეა იყო ის, რასაც შეეძლო მისი დაახლოება საბჭოთა კავშირთან. და ასეც მოხდება, თუმცა ეს იოლი ურთიერთობა ნამდვილად არ იქნება. 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირი ძალიან ყურადღებით აკვირდება აზიაში მიმდინარე პროცესებს. როგორც ცნობილია, ბოლშევიკები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ფიქრობდნენ მსოფლიო რევოლუციაზე. მათ იცოდნენ, რომ კომუნიზმის ასაშენებლად რუსეთში პროლეტარების ფენა არ იყო საკმარისი, ანუ ძალიან მცირე იყო ასეთ ადამიანთა ჯგუფი. ამიტომ მათ გათვლა ჰქონდათ განვითარებულ ქვეყნებზე, გერმანიაზე, ამერიკაზე და ინგლისზე. რომ იქაური პროლეტარები აჯანყდებოდნენ, როგორც მარქსი იმედოვნებდა და შემდეგ ისინი ერთად ააშენებდნენ კომუნიზმს პლანეტაზე. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ სულ ცოტაც და მსოფლიო რევოლუცია მოხდება მთელ ევროპაში, ყველგან. მაგრამ მოხდა პირიქით, ყველაფერი თითქოს ჩაცხრა და დამშვიდდა. ყოველ შემთხვევაში განვითარებულ ქვეყნებში მსოფლიო რევოლუციის იმედი აღარავის აქვს. ამ დროს ბოლშევიკები მიმართავენ მზერას კოლონიებისკენ და დამოკიდებული ქვეყნებისკენ, რომლებსაც შემდეგ
მესამე სამყაროს ქვეყნებს დაარქმევენ და რომლებსაც მანამდე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას. ესენია ინდოეთი, ჩინეთი, სადაც პროლეტარები ასევე ძალიან ცოტანი არიან. მარქსისტული თვალსაზრისით ეს აფრიკული, აზიური, ლათინური ამერიკის ქვეყნები ბოლშევიკებისთვის საინტერესო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ გაჩაღებულია ანტიკოლონიური, ანტიიმპერიალისტური ბრძოლა, რისი გამოყენებაც თვლიან, რომ შესაძლებელია ბოლშევიკების აზრით. და საბჭოთა კავშირი 1920-იან წლებში ინტერესდება და დიდ ყურადღებას უთმობს ამ ევროპის მიღმა ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ ჩაგვრისგან გათავისუფლება. და ამ ქვეყნებს შორის განსაკუთრებით ინტერესდებიან ჩინეთით. 1919 წელს შექმნილი კომინტერნი, კომუნისტური პარტიების გაერთიანება, ყურადღებით აკვირდება ჩინეთში მიმდინარე პროცესებს. ჩინეთში კი, ისევე როგორც ყველა ღატაკ ქვეყანაში, სადაც ბურჟუაზია სუსტია, საშუალო კლასი ძალიან პატარაა, მემარცხენე იდეების პოპულარიზების და გავრცელებისთვის ძალიან უღიერი ნიადაგია. ჩინეთში ბევრი სხვადასხვა მემარცხენე დაჯგუფება არსებობს. 1921 წელს ერთ-ერთი ასეთი კომუნისტური დაჯგუფების ბაზაზე კომინტერნის უზარმაზარი ფინანსური და მორალური მხარდაჭერით ცხადდება ჩინეთის კომუნისტური პარტია. ამ ჯგუფის წევრებს შორის ერთ-ერთი არის მაო ძედუნი. ჩინელ კომუნისტებს ესმოდათ, რომ დიდი ძალა მათ არ ჰქონდათ. არ ჰქონდათ ფული, მათ დევნიდნენ, აპატიმრებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. საბჭოთა კავშირის მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გადარჩებოდნენ. დიდი კამათის შემდეგ ჩინეთის კომპარტია გახდება კომინტერნის წევრი, რომელიც მთელი ამ 1920-იანი და 30-იანი წლების განმავლობაში ასხამს უამრავ ფულს ჩინეთში რევოლუციის მოსაწყობად. ფულის გარდა უგზავნიან მრჩევლებს, მათ შორის სამხედრო და დაზვერვის სპეციალისტებს და დიპლომატებს. ეხლა როგორ უყურებდა საბჭოთა რუსეთს მაო ძედუნი? ის ყოველთვის იყენებდა მათ დახმარებას, მაგრამ სულაც არ მოსწონდა მათზე ასეთი დამოკიდებულება. მაგალითად, მაოს ექიმი იხსენებდა, რომ მაოს სძულდა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირთან და რუსეთთან, თუმცა მაოს ყველაფერი სძულდა. ცდილობდა არ მიეშვა ახლოს ის ხალხი, ვისაც განათლება მოსკოვში ჰქონდა მიღებული, ინგლისურსაც კი სწავლობდა, როგორც ჩანს ბალანსისთვის. მოკლედ ის, რომ მას არ უნდოდა მოსკოვის უსიტყვო მორჩილება, ეს დადასტურებული ფაქტია. მაგრამ ამის დემონსტრირებას ახდენდა მხოლოდ იმ დროს, როდესაც შეეძლო და ასე იქნება მომავალშიც. მანამდე 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირი მხოლოდ ამ პატარა სუსტ კომპარტიაზე არდებდა ფსონს. რეალური ძალა ჩინეთში ჰქონდა ნაციონალისტების პარტია გომინდანს. მათი ლიდერი სუნ იატსენი მზად იყო მოსკოვთან სალაპარაკოდ, რადგან მასაც სჭირდებოდა მხარდაჭერა. მას უნდა შეექმნა ძლიერი არმია, რომ ქვეყანა არ ჩამოშლოდა და ეს პროვინციები არ გაქცეულიყვნენ. მოსკოვისთვის ტერიტორიულ დათმობებზეც კი ფიქრობდა და მათთვის ექსკლუზიური უფლებების გადაცემაზე. და ისინი მართლაც დაახლოვდნენ. ამიტომ კომინტერნი მოსთხოვს კომუნისტებს, რომ გაერთიანდნენ გომინდანთან და ერთად, ცხადია მოსკოვის ხელმძღვანელობით, ააშენონ ახალი ჩინეთი. ერთადერთი კაცი კომპარტიის აქტივიდან, რომელიც უპირობოდ ამბობს, რომ კი, ასე მოვიქცეთ, არის მაო ძედუნი. დანარჩენები ოყმანობენ და წინააღმდეგები არიან, მაგრამ საბჭოთა ფულის გარეშე ისინი ვერაფერს გახდებოდნენ, ამიტომ იძულებით მორიგდებიან ამ გომინდანთან. ასე გაგრძელდება 1925-26 წლამდე. 1925 წელს სუნ იატსენი კვდება. მის მემკვიდრეს ვან ძინვეის ეს კომუნისტები სულაც არ მოსწონს. თუმცა სხვადასხვა მაოსთან არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა. სწორედ ამ დროს იწყება გომინდანის არმიის მეთაურის, ჯერ გენერლის და შემდეგ გენერალ სიმუსის ჩან კაიშის ვარსკვლავის ამოსვლა. მასაც ძალიან არ მოსწონდა კომუნისტები და ვითარება, რომელიც უკვე 1925 წელს იყო, 1927 წელს ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. გომინდანი ამკაცრებს პოლიტიკას კომუნისტების მიმართ. თუკი მანამდე მოსკოვის ზეწოლით ორივე მხარეზე კომუნისტებს ეკავათ მნიშვნელოვანი თანამდებობები, მმართველი პარტია იწყებს მათ მოხსნას ამ პოზიციებიდან, მათ შევიწროება, ზოგიერთს კი აპატიმრებენ კიდეც. მეორე მხრივ არსებობს ტერიტორიები, რომლებსაც სრულად აკონტროლებენ ეს კომუნისტური ორგანიზაციები და მათი შეიარაღებული რაზმები. ასეთია მაგალითად ხუნანის პროვინცია,
სადაც რაღაც მომენტში ჩადის მაო ძედუნი. ხუნანში ხდება საშინელებები. აქ გამორჩეულად კატასტროფული ვითარებაა, მიუხედავად იმისა, რომ კორუფცია, უკანონობა და ძალადობა მთელი ჩინეთის ტერიტორიაზე იყო გაბატონებული. კომუნისტები, ან ისინი, ვინც თავს კომუნისტად თვლიდა, სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებენ და ძაბავენ. ხუნანში გააფთრებით ებრძვიან მემამულეებს, მიწად მფლობელებს, ნებისმიერს, ვისაც ერთზე მეტი ძროხა მაინც ყავს, ან სხვაზე ოდნავ დიდი მიწა. გლეხებში კომუნისტები ყველაზე ცუდ გრძნობებს აღვივებენ და იწყება ბრძოლა ყველას წინააღმდეგ. ამ ფონზე ჩნდებიან სამხედრო მეთაურები, უფრო ბანდიტები, რომლებსაც სიტყვით კი რაღაც მაღალი იდეები აქვთ, მაგრამ სინამდვილეში არაფერი უნდათ ძალაუფლების და სხვების გაძარცვის გარდა. და მაო ძედუნი ჩადის აქ. ხედავს სისხლის მდინარეებს, უბედურებებს, ადამიანების ღირსების გათელვას და წერს ანგარიშს, რომელშიც არ მალავს კმაყოფილებას. მას მოსწონს ეს ვითარება. ასეთი საჯარო შეურაცხყოფების შემდეგ ადამიანი ტყდება, წერს ის. ეს მე-20 საუკუნის დასაწყისია. კულტურულ რევოლუციამდე ჯერ კიდევ 40 წელია დარჩენილი. მაოს ხელისუფლების დროს ადამიანების დასახიჩრება, წამება და მოკვლა იყო ჩვეულებრივი ამბავი, ისევე როგორც პიროვნების გატეხა დაუსრულებელი დამცირებებით, აღიარებაზე იძულებით და ასე შემდეგ. მანამდე 1927 წლისთვის მოსკოვი ისევ ცვლის პოლიტიკას და კომუნისტებს უბიძგებს აწარმოოს დამოუკიდებელი პოლიტიკა. გომინდანის არმიის მეთაური ჩანკაიში გასცემს ბრძანებას, რომ გაწმინდონ პარტია კომუნისტებისგან. იქნება დასაპატიმრებელი ადამიანების დიდი სია, სადაც შედიან მსხვილი კომუნისტები და მათი რუსი მრჩევლებიც კი. ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას სიკვდილით დასჯიან, მაგრამ მაო ძედუნი გაიქცევა. ამავე წელს სტალინი, რომელიც ამ სიტუაციას დიდი ყურადღებით აკვირდება, ჩინეთში აგზავნის თავის კაცს, ბავშვობის მეგობარს ბესო ლომინაძეს, რომელსაც 1935 წელს საბჭოთა კავშირში თვითმკვლელობამდე მიიყვანენ, მაგრამ მან ეს ცხადია ჯერ არ იცის. ლომინაძემ ორგანიზება უნდა გაუწიოს ადგილობრივი კომუნისტების მოქმედებებს. მათ უნდა შექმნან საკუთარი არმია. მოაწყონ აჯანყება იმაზე გათვლით, რომ ამ აჯანყებას მთელ ჩინეთში მოყვება კომუნიზმის გამარჯვება. ლომინაძე აწყობს თათბირს, აგულიანებს მათ და ამ თათბირზე მაო, რომელიც ლომინაძეს ყოველმხრივ ეთანხმება, ამბობს თავის ცნობილ ფრაზას, რომელსაც შემდეგ მუდმივად გაიმეორებენ, რომ ძალაუფლება იბადება ავტომატის ლულიდან. 1927 წლის 1 აგვისტოს მოხდება აჯანყება, რომელსაც უწოდებენ საშემოდგომო მოსავლის აჯანყებას და ეს დღე ჩაითვლება ჩინეთის წითელი არმიის შექმნის დღედ. მაოს ყავს საკმაო რაოდენობის ჯარისკაცები, რომლებიც მას ექვემდებარებიან, მაგრამ ამ არმიაში ის მთავარი არ არის. ის უნდა დახმარებოდა აჯანყებას და დაძრულიყო მათკენ, მაგრამ გააკეთებს იმას, რასაც მომავალში ძალიან ბევრჯერ გაიმეორებს. მაშინ, როდესაც მისგან ელოდებიან მოქმედებას, ის მიდის სხვა მიმართულებით, მთებში, ბანდიტების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვიღაც თავის ნაცნობ ბანდიტთან და იქ მთაში თავის ამ ნაწილებთან ერთად სჯება 15 თვე. იმის ნაცვლად, რომ სადღაც რევოლუცია მოაწყოს ქალაქებში. კომუნისტები ასეთ ადგილებშიც თავის წესებს ამყარებენ. ნათელი მომავლის სახელით ადამიანებს ჯიან სიკვდილით, თან ამ სიკვდილით დასჯას აღნიშნავენ ზარზეიმით. ჩანკაიში აგზავნის თავის არმიას, რომ კომუნისტები განდევნოს ამ მთებიდან და მაო ახერხებს და აქედანაც გარბის. მას მიყვებიან კომუნისტების ის რაზმები, რომლებიც აჯანყების მოწყობას ცდილობდნენ და დამარცხდნენ. კომუნისტების ეს სამხედრო ნაწილები ერთიანდებიან და ამ ერთიან წითელ არმიას ხელმძღვანელობენ ჯუდე და მაო ძედუნი. ყველა უწოდებს ამ არმიას ჯუმაოს. მაგრამ მაოს არავისთან უნდა ძალაუფლების გაყოფა და ყველა საშუალებით, ინტრიგებით, მოსკოვში დასმენებით, წინასწარ წაგებულ ბრძოლებში კონკურენტების გაგზავნით, ნელ-ნელა საკუთარ ხელში უყრის თავს ძალაუფლებას. 1929 წლისთვის ჯუდე, რომელიც სამხედროებში დიდი პატივისცემით სარგებლობდა, პირველ პოზიციებზე აღარ არის. შემდეგ მაო კიდევ ერთ მეთაურთან ერთიანდება პენ დე ხუაისთან და მასაც გადაიყვანს ჩრდილში და მის ნაწილებსაც მოიპოვებს კონტროლს. 1929 წლისთვის ის აკონტროლებს ჯარის დიდ ნაწილს და ძალიან დიდ ტერიტორიას, რომელსაც ჩინეთის კომუნისტურ რაიონს უწოდებენ. მოსკოვს მოსწონს მაოს სისასტიკე, რაღაც დოზით მისი თავნებობაც და მასზე დებს ფსონს.
ამ დროს ბოლშევიკებს და გომინდანის ძალებს შორის ხდება შეტაკება ჩინეთის აღმოსავლეთ რკინიგზაზე. ამ რკინიგზას მოსკოვი აკონტროლებდა, ის რევოლუციამდე იყო აშენებული. გომინდანი შეეცდება მის კონფისკაციას, რასაც მოყვება ხანმოკლე, მაგრამ სამხედრო დაპირისპირება რუსებთან. ამის შემდეგ სტალინი ავალებს ჩინელ კომუნისტებს, ისევ გააძლია რომ ბრძოლა და დაიკავონ მეტი ტერიტორია. გომინდანის არმია ბევრად ორგანიზებული და უკეთ აღჭურვილია და აძლიერებს კომუნისტების გაძევების კამპანიას იმ ტერიტორიებიდან, რომელიც დაკავებული აქვთ და ცხადია, რომ მოერევა მათ. მარტო რაოდენობით მოერევა, რადგან ბევრად მეტნი არიან. მაგრამ ამ დროს ჩინეთის ტერიტორიაზე შეიჭრებიან იაპონელები. ეს არის 1931 წელი. ისინი იპყრობენ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მანჯურიას. იაპონელები ბევრად ძლიერები, მილიტარიზებულები და განვითარებულები არიან ვიდრე ჩინელები. ისინი შექმნიან სახელმწიფო მანჯოუგოს და ყველასგან დავიწყებულ იმპერატორ პუის დააბრუნებენ ამ ტერიტორიის მმართველად, საკუთარ მარიონეტად. ფაქტობრივად იწყება ომი, რომელიც რამდენიმე წელიწადში მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად საშინელ სახეს მიიღებს. შესაბამისად, ჩანკაიში პირველ რიგში იაპონელებს უნდა გაუმკლავდეს, რაც გადაარჩენს მის კომუნისტ მტრებს, რადგან ჩანკაიშს მათთვის ნაკლებად სცალია. ამ დროს კომუნისტებს ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკა უკვე გამოცხადებული აქვთ და ამ რესპუბლიკაში აკეთებენ იმას, რასაც მერე მთელ ჩინეთში გააკეთებენ. აწყობენ ზეიმებს, აღლუმებს, ფაქტობრივად აყაჩაღებენ გლეხებს, ართმევენ პროდუქტს. მაო უკვე ატერორებს არმიის წევრებს, აბრალებს მათ კონტრრევოლუციონერობას, ანუ ტერორიც დაწყებულია. იაპონელების თავდასხმის ფონზე გომინდანი უკვე მზადაა საბჭოთა კავშირთან უთანხმოება დაივიწყოს. მას სჭირდება დახმარება იაპონიასთან გასამკლავებლად. სტალინი მიდის ამ დაახლოებაზე, მაგრამ ითხოვს, რომ კომუნისტებს თავი დაანებონ და დატოვონ ისინი საკუთარ ტერიტორიებზე. როგორც კი იაპონელებთან სიტუაცია ერთ წერტილში გაჩერდა, გომინდანის არმია ისევ იწყებს კომუნისტების შევიწროებას და 1934 წლისთვის ცხადი ხდება, რომ ისინი ვეღარ დამაგრდებიან თავიანთ ტერიტორიაზე და მოუწევთ მისი დატოვება. ასე იწყება მე-20 საუკუნის ჩინეთის ისტორიის ყველაზე ცნობილი და მითოლოგიზებული ეპიზოდი. ერთ-ერთ ბრძოლაში გომინდანი დაამარცხებს 130,000-იან ჩინურ წითელ არმიას, მთელი წელი კომუნისტები იქნებიან უკანდახევის რეჟიმში, დაკარგავენ უამრავ ადამიანს შიმშილის და საბრძოლო მოქმედებებისგან გადახლის გამო, ცდილობენ ახალი ხალხის შეგროვებას გლეხებში და ქალაქების ღარიბ მოსახლეობაში, მაგრამ ამის მიუხედავად ბოლო პუნქტამდე მიაღწევს მხოლოდ 10,000-მდე ადამიანი, ანუ კიდევ უფრო ნაკლები. ამ გაჭიანურებულ უკანდახებას ჩინეთის ისტორიის სახელმძღვანელოებში ამაყად დაარქმევენ დიდ ლაშქრობას. დაიგეგმა, რომ ისინი გაემართებოდნენ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთისკენ, სიჩუანის პროვინციაში, ახლოს საბჭოთა კავშირის საზღვრებთან, რომ მისგან მიეღოთ დახმარება. მაო არ არის აქ მთავარი, მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი მეთაურია და აქაც იგივეს აკეთებს. უცებ თავის ნაწილებთან ერთად გაემართება სამხრეთისკენ. რატომ არავინ იცის, მაგრამ როგორც ჩანს იმისთვის, რომ შეინახოს ეს თავისი ნაწილები, ვიდრე სხვები გამოიფიტებიან. ეს გზა კი მართლაც კატასტროფულად მძიმე იყო, ადამიანები შიმშილით იხოცებოდნენ, დაჭრილებს და ბავშვებს პირდაპირ გზაში ტოვებდნენ. თავად მაოს ამ დროს უკვე მიტოვებული ჰყავს თავისი ცოლი 3 ბავშვი. ქალი მტრებს ჩაუვარდა ხელში, შესთავაზეს გაშორებოდა ქმარს და უარი ეთქვა მასზე, რასაც ის არ გააკეთებს, არ დათანხმდა ამას და სიკვდილით დასჯიან. მაოს მეორე ცოლმა, რომელიც თან ახლდა მას ამ ლაშქრობაში, ისინი თანამებრძოლები იყვნენ, უკვე დაკარგა რამდენიმე შვილი. ერთს დატოვებს, რადგან ვერ მიჰყავს ამ ლაშქრობაში. შეეძინება გოგო, რომელსაც ასევე ტოვებს, ეს ბავშვიც მალე გარდაიცვალა. მაგრამ მაოს ეს დიდად არ აწუხებს. ქალებს ეუბნებოდა, მაგალითად, ამ მშობიარობის ასე რატომ გეშინიათ, ჩემი ცოლი ბავშვებს ისე აჩენს, როგორც ქათამი კვერცხს. საბოლოოდ ის თავისი ნაწილებით დაუბრუნდება გენერალურ მარშრუტს ჩრდილოეთისკენ. საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია უკვე ამ წითელ არმიას. მათი ცენტრი ხდება შაანსის პროვინციაში, ქალაქი იანიანი. და ამ ქალაქში, სწორედ იმ დროს, როდესაც იქ წითელი არმიის გადარჩენილი ნაწილები ჩადიან, მათ შორის მაო და მისი რაზმები, ადგილობრივ კომუნისტებს შორის გაჩაღებულია კონფლიქტი. ახალგაზრდა კომუნისტი სი ჯუნსუნი თანაპარტიელებმა დააკავეს, აბრალებენ პარტიის ხაზის ღალატს და სიკვდილით დასჯას უპირებენ. ქალაქში ჩასული მაო პირადად გაეცნობა საქმეს და იტყვის, რომ სი ჯუნსუნი udანაშაულოა, რომ მას უსამართლოდ მოექცნენ.
ასე გადაურჩება სიკვდილს სი ძინპინის მამა, რის გამოც ბევრი წლის შემდეგ მისი მომავალი შვილი აღმოჩნდება ჯერ რეპრესირებული, შემდეგ კი ამ კომუნისტური სისტემის მწვერვალზე. სი ჯუნსუნი არ იყო რადიკალური შეხედულებების კაცი. ის ითვლებოდა ზომიერ კომუნისტად. მოზარდი იყო, როდესაც მემარცხენე იდეებმა გაიტაცა და 1920-იან წლებში გახდა კომკავშირის წევრი. აქტიურად მონაწილეობდა გომინდანის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებში და რევოლუციური საქმიანობისთვის 15 წლის იყო, როდესაც დააკავეს და სწორედ აი ამ ციხეში ის გახდა კომკავშირის წევრი. 1934-35 წლის დიდ ლაშქრობაში ის არ მონაწილეობდა შანსის პროვინციაში პარტიულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა და ადგილზე პარტიზანობდა ნაციონალისტების წინააღმდეგ. ამიტომ დახვდა ის წითელი არმიის გადარჩენილ ნაწილებს დიდი ლაშქრობის ბოლო პუნქტში. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მას მუდმივად აწინაურებენ და სხვადასხვა დროს იმუშავებს კომპარტიის პროპაგანდის განყოფილების ხელმძღვანელად, ვიცე-პრემიერად, ცენტრალური კომიტეტის წევრად და ასე შემდეგ. მაგრამ კარიერის მწვერვალამდე, ისევე როგორც მის დაცემამდე, წინ ჯერ ბევრი წელია. მთავარია, რომ 1930-იანების შუა წლებში ის ფიზიკურად გადარჩება და თანაპარტიელებთან ერთად განაგრძობს ბრძოლას მაოს გვერდით. ამასობაში იაპონიასთან ომმა მიიღო ახალი ფორმები. იაპონელების შეტევა ხდება სრულმასშტაბიანი. ჩან კაიში უკან იხევს. სტალინს უნდა, რომ ჩინელები ერთად დაუპირისპირდნენ იაპონელებს. 1938-39 წლებში საბჭოთა კავშირს და იაპონიას შორის შეტაკებებია. ამიტომ რუსეთიდან კომუნისტებზე არის ზეწოლა. მაგრამ ეს მაო ეშმაკობს ისევ, თან ეთანხმება სტალინს, მაგრამ არ აგზავნის თავის ნაწილებს იაპონელებთან საბრძოლველად. მას აწყობს, რომ ჩანკაიში დამარცხდეს და იოლად ჩაიგდოს ხელში სხვა ტერიტორიების სამართავად. იმავდროულად რაღაც დროით საერთაშორისო სიტუაცია თავდაყირად დგება და საბჭოთა კავშირი უცებ ხდება გერმანიის მოკავშირე. ფორმდება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი. ამ ეპიზოდზე გიამბეთ სტალინის შესახებ ვიდეოში, ამიტომ აქ დეტალებით არ დაგხლით, გეტყვით მხოლოდ, რომ ჩინელებს ეს ვითარება ძალიან დააბნევს. მაოს მოლოდინიც აქვს, რომ სტალინი შეიძლება ისე მოექცეს ჩინელებს, როგორც პოლონელებს მოექცა და ქვეყნის ნაწილი დაუთმოს იაპონელებს, ხოლო ნაწილი აქციოს თავის პროტექტორატად. მაო ამაშიც ხედავს თავისთვის შესაძლებლობებს. საბჭოთა კავშირი მართლაც გააფორმებს იაპონიასთან ნეიტრალიტეტის პაქტს, მაგრამ გერმანელებთან შეთანხმებისგან განსხვავებით, აქ ჩინეთის გაყოფაზე ლაპარაკი არ იყო. ძალიან მალე ყველა ეს შეთანხმება კარგავს აზრს, რადგან გერმანია თავს ესხმის საბჭოთა კავშირს. მიმდინარეობს მეორე მსოფლიო ომი. ჩინეთი ებრძვის იაპონიას, მაგრამ ებრძვის მას ძირითადად გომინდანის არმია. კომუნისტები მინიმალურად მონაწილეობენ ბრძოლებში. მაო ინახავს თავის ძალებს და ომის პერიოდში ნელ-ნელა ტერიტორიებსაც კი იფართოვებს, თან თავიდან იშორებს იდეალისტ კომუნისტებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ნელ-ნელა შეუერთდნენ მას. არ სჭირდება ეს აღფრთოვანებული ხალხი და 1930-იანი წლების მეორე ნახევარში და 40-იანების დასაწყისში კომუნისტების ტერიტორიებზე გაჩაღებულია ტერორი. დაკავებები, დაკითხვები, ტვინების გამორეცვა, დახვრეტები, მონანიებები, ის რაც შემდეგ მთელ ჩინეთზე გავრცელდება. ომის მიმდინარეობისას მოკავშირეები უბიძგებენ ჩინეთში ამ დაპირისპირებულ ძალებს თანამშრომლობისკენ. სტალინი მაოს და ამერიკელები ჩანკაიშის. 1945 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირი ერთვება იაპონიასთან ომში. ირღვევა ის თავდაუსხმელობის პაქტი. არსებობდა მოლოდინი, რომ საბჭოთა ჯარები გაყიდნენ იაპონელებს და 3 თვეში დატოვებდნენ ჩინეთის ტერიტორიას. მაგრამ როგორც ჩვეოდათ, დათმულ დროს არ წავიდნენ, არამედ წავიდნენ მხოლოდ 1946 წლის გაზაფხულზე და დროის ამ მონაკვეთში ძალიან დაეხმარნენ მაო ძედუნს, რომ ძალაუფლება განემტკიცებინა. ომის დასრულების შემდეგ მალევე გომინდანი და კომუნისტები უბრუნდებიან დაპირისპირების რეჟიმს. 1959 წლისთვის მაო ძედუნი აკონტროლებს ჩინეთის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს. პირობითი საზღვარი კომუნისტების და გომინდანის ტერიტორიებს შორის გადის მდინარე იანცზიზე. ჩანკაიში სულაც არ იყო მიმზიდველი მმართველი. მასთანაც კორუფცია, სასტიკი მმართველობა და ბევრი შეცდომაში შეყავს ამ კომუნისტურ იდეებს. შესაბამისად, კომუნისტებს დიდი მხარდაჭერა აქვთ. 1959 წლის გაზაფხულზე კომუნისტები გადალახავენ ამ პირობით საზღვარს და 23 აპრილს დაიკავებენ ნანკინს, გომინდანის დედაქალაქს.
ჩანკაიში მიფრინავს ნანკინიდან, შემდეგ გემით მიცურავს შანხაიმდე და იქიდან თავის მხარდამჭერებთან ერთად ჩადის ტაივანის კუნძულზე. მაოს უნდოდა ბოლომდე მიყოლოდა ჩანკაიშის და გაენადგურებინა ის, მაგრამ საკუთარი ფლოტი არ ჰყავდა, სტალინს კი არ უნდოდა საერთაშორისო ურთიერთობების უფრო მეტად დაძაბვა და მაო ძედუნს გააჩერებს. 1959 წლის 1 ოქტომბერს პეკინში მაო გამოაცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებას და მალევე მთელ ჩინეთში იწყება ის, რაც ხდებოდა მანამდე ლოკალურად კომუნისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. მაოს მმართველობა უმრავლესობისთვის ასოცირდება 1960-იანი წლების სისასტიკეებთან, დიდ ნახტომთან, კულტურულ რევოლუციასთან, ხუნვეიბინებთან, მაგრამ სიგიჟე დაიწყო რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე, ეს იყო გლეხების ტერორი და ძარცვა, რასაც მოყვა შიფშილობა, დაუსრულებელი კამპანიები დიადი მიზნების მისაღწევად, მაგალითად კონტრრევოლუციონერებთან ბრძოლა, დანაშაულის საჯარო აღიარებები დიდ მოედნებზე, სიკვდილით დასჯის საჯარო სცენები და ასე შემდეგ. მაგრამ საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ხელს არ უშლის მაოს, რომ აიშენოს მდიდრული რეზიდენციები, დაწყებული პეკინიდან, შემდეგ თებში და ყველაზე კარგ ადგილებში. ყველანაირი კომფორტით. ის გარშემორტყმული იყო ქალებით, იშენებდა ბუნკერებს, რომლებიც წლებთან ერთად სულ უფრო და უფრო მეტი აშენდება. მოკლედ, იცხოვროს იმ დევიზით, რაც ჰქონდა ახალგაზრდობაში, ძალიან ბევრი ჭამოს და ძალიან ბევრი იკითხოს. საინტერესოა მისი ურთიერთობა სტალინთან. მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდა ყველანაირად ხაზს უსვამდა ამ ორი დიადი ქვეყნის და დიადი ველადის მეგობრობას, სინამდვილეში ასე სულაც არ იყო. მაოს სჭირდებოდა სტალინის მხარდაჭერა, საბჭოეთის ფული, ტექნოლოგიები, სამხედრო დახმარება. სტალინმაც იცოდა ეს. როდესაც მაოს პრესტიჟისთვის მოუნდა მოსკოვში ჩასვლა და მასთან ერთიერთზე შეხვედრა, რუსები ვიზიტს უჭიანურებდნენ. ბოლოს დაპატიჟეს სტალინის 70 წლის იუბილეზე 1959 წელს, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც მაოს უნდოდა. ის ჩავიდა მოსკოვში სხვებთან ერთად და ეს იყო სტალინთან მისი ერთადერთი შეხვედრა და ისიც არა პირისპირ. ამ დროს ფორმალურად ყველაფერი თითქოს იდეალურად ჩანდა. ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომ საბჭოთა კავშირი უზარმაზარ დახმარებას გაუწევდა ჩინეთს. სანაცვლოდ ჩინეთი მოსკოვს გადასცემდა უპირატეს უფლებებს სინძიანში, მანჯურიაში, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ რაიონებში. 1950 წელს იწყება კორეის ომი. სტალინს არ უნდა ამაში მონაწილეობა, მაგრამ არ არის წინააღმდეგი ამერიკელები ჩაებმან ამ ომში. ის პირდაპირ არ ეხმარება კიმ ირ სენს, ჩრდილო კორეის ლიდერს, რომელმაც გადაწყვიტა სამხრეთ კორეა შეიერთოს, მაგრამ თანახმა სეულმა დახმარებას თხოვოს ჩინეთს. მაოს კიდევ ომები უყვარს. ამ დროს ამერიკელები უკვე იცავენ სამხრეთ კორეას და მას შემდეგ, რაც ჩინელები სეულის დასახმარებლად ჩაებმებიან ამ ომში, ისინი შეაკავებენ ამერიკელებს და გამყოფი ხაზი ამ ორ კორეას შორის ისევ იმ ადგილს დაუბრუნდება, სადაც მანამდე იყო. სამაგიეროდ მსხვერპლი იყო ძალიან დიდი. 1953 წლის მარტში ხდება სტალინი და სამ თვეში 15 ივნის მაღალი რანგის პარტიული ფუნქციონერის სი ჯუნსუნის ოჯახში იბადება მეექვსე შვილი, სი ძინპინი. პარტიული ჩინოსნების შვილებს უწოდებდნენ წითელ პრინცებს. პარტია მათ განიხილავდა როგორც საკადრო რეზერვს მომავლისთვის და პატარა სი ძინპინიც დასაწყისში ცხოვრობდა ძალიან ბედნიერად. ის შეიყვანეს პეკინის ძალიან პრესტიჟულ სკოლაში, სადაც რამდენიმე წელი სწავლობს, მაგრამ ამ სკოლას ვერ დაამთავრებს და მიზეზი გახდება ტერორის მორიგი ტალღა, რასაც გამოიწვევს ეგრეთ წოდებული დიდი ნახტომის კამპანია და რომელშიც მოყვება მისი პარტიული ფუნქციონერი მამა სი ჯუნსუნი. ეხლა რა უძღოდა წინა ამ დიდ ნახტომს? სტალინის სიკვდილის და ცნობილი მეოцеყრილობის შემდეგ, სადაც ნიკიტა ხრუშოვმა ამხილა ბელადის კულტი და დაიწყო ეგრეთ წოდებული დათბობა, მაოც გამოაცხადებს, რომ კრიტიკა ჩინეთშიც მისაღებია. ჩინელების ნაწილი ამას დაიჯერებს და დაიწყებენ მთავრობის კრიტიკას. მოგვიანებით მაო იტყვის, რომ მან სპეციალურად მოაწყო ეს ხაფანგი, რომ ყველას ეჩვენებინა თავისი რეალური სახე. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომ მას ამ კრიტიკის ზვავის შეეშინდა და ამიტომ ეს ყველაფერი მალევე აკრძალა და დაიწყო ტერორის მორიგი ტალღა. მთელი 1950-იანი წლები მაო ცდილობდა ჩინეთის სამხედრო ზესახელმწიფოდ ექცია და მოეპოვებინა ატომური იარაღი.
მაგრამ ქვეყანას ამის ეკონომიკური რესურსი არ ჰქონდა. ის ართმევდა ფულს საბჭოთა კავშირს, იყენებდა მათ სპეციალისტებს ბომბის შესაქმნელად. მაგრამ იმავდროულად უზარმაზარ დახმარებას უგზავნიდა სოციალისტურ ევროპულ ქვეყნებს. შემდეგ ევროპის მიღმა ქვეყნებსაც, მაშინ როდესაც თავად ჩინელები შიმშილობდნენ. როგორც არ უნდა ემოქმედა, მაომ თავად ძალიან კარგად იცოდა, რომ საკმარისი წარმოება ჩინეთში არ იყო, ამიტომ მკვეთრი გარღვევისთვის 1958 წელს გამოაცხადა დიდი ნახტომის პროგრამა. ის თუ რა სიგიჟე იყო ეს, არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ამის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია საკმარისზე მეტია, ამიტომ მე მხოლოდ გეტყვით, რომ მაოს ამ ახირებას ემსხვერპლა ბევრი მილიონი ადამიანი და ჩინეთისგან ვერანაირი ინდუსტრიული ზესახელმწიფო ვერ დადგა. სამაგიეროდ ამან გამოიწვია განხეთქილება ელიტებში. ამ პროგრამის წინააღმდეგი იყო უფროსი სიც, რომელმაც თავისი პოზიცია ღიად გამოხატა და მაო ამას დაიმახსოვრებს. 1962 წლიდან დაიწყება სის და მისი ოჯახის დევნა და არამხოლოდ ამ ოჯახის. როდესაც ეს ექსპერიმენტი ჩავარდება, მაო საშუალებას მისცემს პარტიის შედარებით ადეკვატურ წევრებს, როგორიც იყო მაგალითად დენ სიაოპინი, დაიწყონ პატარა რეფორმები, რაც ეკონომიკურად ვითარებას თითქოს ოდნავ გამოხტავს. მაგრამ თავად მარცხს ის არ აღიარებს, ყველაფერს გადააბრალებს რევიზიონისტებს და ბურჟუაზიულ გადმონაშთებს და დაიწყებს ისევ რეპრესიების ახალ ტალღას, მომზადებას ამ ტალღის. 1960-იანი წლების დასაწყისში კომუნისტურ ჩინეთში არსებობს რადიკალების ფრთა, რომლის ლიდერიცაა მაოს ცოლი ძიან ცინი. მნიშვნელოვან როლს ასრულებს მარშალი ლინ ბიაო. სწორედ მისი იდეა იყო, რომ არმიაში მაოს ციტატები ზეპირად ესწავლათ. აქედან წამოვა შემდეგ წითელი ბროშურები მაოს ციტატებით, რომელსაც ყველა ატარებდა და იზეპირებდა. იყვნენ შედარებით ზომიერებიც, liu shaozi, მეორე კაცი ქვეყანაში და მარშალი პენ დეხუაი, რომლებსაც ეს სიგიჟე არ მოსწონთ და უნდათ როგორმე დაამოხრუჭონ მაოს ეს ზეგეგმები. პარალელურად საინტერესოა, რომ მემარცხენეები დასავლეთის ქვეყნებში აღფრთოვანებულები არიან მაოთი. ჩე გევარა დაუახლოვდება მას, ევროპელ ინტელექტუალებს მოსწონთ ეს მათი აზრით დიდი რევოლუციონერი, პატიოსანი კაცი, კორუფციასთან მებრძოლი. მაგალითად, სიმონ დე ბოვუარი სარტრთან ერთად ჩავიდა ჩინეთში და კარგი სმეტი იქ ვერაფერი დაინახა. liu shaozi ცდილობს რაღაც იგონოს, ნახოს თანამოაზრეები, რომლებსაც პოულობს კიდეც და ამ დროს მაო იწყებს იმ ჩაფიქრებულ რეპრესიებს, ცნობილ კულტურულ რევოლუციას, თავისი ცოლის შთაგონებით. ეს ქალი იყო მსახიობი. სხვათა შორის სის ცოლიც არტისტია, მაგრამ მომღერალი. თან როგორც ამბობენ, მაოს ცოლი იყო კარგი მსახიობი. მონაწილეობდა ჩეხოვის და იბსენის პიესებზე დადგმულ სპექტაკლებში. და აი ეს ქალი წერს მანიფესტს კულტურის მოკვლა. ჯერ თავს ესხმიან ცალკეულ გაზეთებს, თეატრებს, ოპერას. 1967-68 წლებში კი ეს გადაიზრდება საშინელ ტერორში. მაო შეგნებულად ეყრდნობოდა ახალგაზრდებს და უგსევდა მათი მელიტებს, რომელთა მოშორებაც უნდოდა. liu shaozis აიძულებენ მოინანიოს დანაშაულები, 1968 წელს მას ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლებენ და გაურკვეველიც კია რა მოუვიდა მომავალში. უბრალოდ გამოაცხადებენ, რომ გარდაიცვალა. მარშალ პენ დეხუაის მასაც ფაქტობრივად წამებით მოკლავენ, კიბოთი იყო ავად და გამაყუჩებლებსაც არ აძლევდნენ. თან ეს ტერორი მიდიოდა მასობრივი მონანიებების და ადამიანების დამცირების თანხლებით. ლინ ბიაოს ჯერიც კი დადგა წითელი ბროშურების იდეის ავტორის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა მაოს კულტის შექმნისთვის. ის თითქოს მოსკოვში გაფრენას ცდილობდა, როდესაც მისი თვითმფრინავი ჩამოვარდა და დაიღუპა. ამ დროს მაო უკვე მოხუცია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება და მიუხედავად იმისა, რომ ძლივს დადის და ძლივს ლაპარაკობს, ძალაუფლებას ხელიდან მაინც არ უშვებს. 1969 წელს საინტერესო ცვლილება ხდება. ჩინეთს და საბჭოთა კავშირს შორის ხდება შეიარაღებული შეტაკება ჭენ-პაოს კუნძულისთვის. რუსები მას დამანსკს უწოდებენ. ეს კონფლიქტი ცნობილია საბჭოთა კავშირის და ჩინეთის სასაზღვრო კონფლიქტის სახელით.
მიზეზი ამ საზღვრის გაურკვევლობა იყო და ეს მოხდა მიუხედავად ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობის ისტორიისა, იწყება შეტრიალება დასავლეთის სახელმწიფოებისკენ და ეს დასავლეთის სახელმწიფოებიც შეერთებული შტატები მზად არიან ჩინეთთან ურთიერთობისთვის, რადგან მასთან ვაჭრობა ძალიან მომგებიანია. სწორედ ამ დროს 1972 წელს ჩინეთში ჩადის პრეზიდენტი ნიქსონი. მან ამ დროს ძალიან დასუსტებულია და ელიტებსაც ესმით, რომ ის დიდხანს ვეღარ იცოცხლებს. მიუხედავად ამ საგარეო ცვლილებისა, ჩინეთის შიგნით იმავე ძალით ცხადია არა, მაგრამ კულტურული რევოლუცია ისევ გრძელდება და ის არ შეწყვეტილა მაოს სიკვდილამდე 1976 წლამდე, მაგრამ ის მიმდინარეობდა სხვადასხვა სიმწვავით და გატეხა ყველა, ვინც შედარებით ზომიერი იყო. ამ კულტურული რევოლუციის ტალღაში მოხდება სი ძინპინის ოჯახი. მამა უკვე რეპრესირებული იყო და კითხვები გაჩნდა მისი ცოლის და შვილების მიმართ. სის დედას აიძულეს დაეგმო თავისი ქმარი და საჯაროდ ეთქვა, რომ ის რევოლუციის მტერია. მათ საცხოვრებელს მუდმივად ესხმოდნენ თავს. სი ძინპინის უფროსმა დამ ვერ გაუძლო ამ ცეცხლას და მუქარებს და თავი მოიკლა. სის თანატოლები ჩაკრავდნენ, უწოდებდნენ მოღალატის შვილს, გარიცხეს სკოლიდან და აეკრძალა კომკავშირში შესვლა. 15 წლის წინ გამოსწორებისთვის გააგზავნეს სოფელში. ასეთი პრაქტიკა არსებობდა, მილიონობით მოზარდს აგზავნიდნენ სოფლებში, რომ დაცრილიყვნენ ამ ბურჟუაზიული აზრებისგან და გლეხებისგან ესწავლათ შრომა. შემთხვევით სი მოხვდება შანსის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში, საიდანაც დაიწყო მამამისის კარიერა. სოფელში არ იყვნენ მზად გადასახლებული მოზარდების მისაღებად, ამიტომ სის მოუწია ცხოვრება ფაქტობრივად მიწურს და გამოქვაბულს შორის, გამოქვაბულში. საშინელ პირობებში უწყლოდ და უკანალიზაციოდ. სიმ გადაიტანა დიზინტერია და ჰეპატიტი. თანაც ის ძალიან მძიმედ შრომობდა და აკეთებდა ჭუჭყიან საქმეს. თხრიდა ჭერს, ეზიდებოდა ნაკელს და მარცვლეულს მონაწილეობდა კაშხლების მშენებლობაში. რაღაც მომენტში მან ვერ გაუძლო ასეთ ყოფას და გაიქცა. მაგრამ ის დააბრუნეს და ყველაფერი დაიწყო თავიდან. აი სწორედ ამ უშედეგო გაქცევის შემდეგ ახალგაზრდა სი ძინპინმა შეწყვიტა სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევა და დაიწყო მისი წესებით თამაში. მან გადაწყვიტა კომუნისტურ პარტიაში შესვლა. მას ბევრჯერ უთხრეს უარი, ამბობენ, რომ მერვედ მიიღეს მხოლოდ, როგორც მოღალატის შვილს. მაგრამ ბოლოს მიიღებენ, ამასობაში ის სოფელში ძალიან მოშინაურდა, მას ენდობოდნენ და პატივს სცემდნენ, მისი ხელმძღვანელობით ააშენეს დახურული კანალიზაცია. პარტიაში მოხვედრის შემდეგ ის სწრაფად მიიწევს წინ ამ პარტიული ხაზით და 20 წლის უკვე სოფლის კომპარტიის კომიტეტის მდივანია. კულტურული რევოლუცია დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან ის პარტიის წევრი იყო, ეს ნიშნავდა, რომ მისი გადასახლება დასრულებული იყო. 1975 წელს ის ჩინეთის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ცინჰუას უნივერსიტეტში გააგზავნის საბუთებს. მაგრამ არა როგორც ჩვეულებრივი აბიტურიენტი, არამედ როგორც მუშების და გლეხების წარმომადგენელი და მათი კვოტით მოხვდება გამოცდოთ საინჟინრო ფაკულტეტზე. კულტურულმა რევოლუციამ დაანგრია ჩინეთის სკოლები და უნივერსიტეტები. ბევრი პედაგოგი მან გაგდებული იყო სასწავლებლიდან, ესეც საუკეთესო შემთხვევაში, ან დაჭერილი, ან მოკლული. განათლება იყო ფიქცია, მაგრამ სი არც აპირებდა ინჟინერ-ქიმიკოსად მუშაობას, ის გახდა ფაკულტეტის კომპარტიის განყოფილების მდივანი. მან უნივერსიტეტი დაამთავრა 1979 წელს, მაოს სიკვდილიდან 3 წლის შემდეგ. ეს კი არის ის დრო, როდესაც გადარჩენილმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ დაიწყო პარტიის გარდაქმნაც და ხელისუფლების გარდაქმნაც. მათთვის ცხადი გახდა, რომ უნდა შეექმნათ ისეთი წესები, რომლებიც დააზღვევდა პარტიასაც და სახელმწიფოსაც, არ აღმოჩენილიყო რომელიმე უმართავი ფანატიკოსის ხელში. ჩინეთის ახალი ლიდერი გახდა ზომიერი დენ სიაოპინი. კულტურული რევოლუციის დროს ისიც რეპრესიებში მოყვა, მაგრამ 1977 წელს რეაბილიტირდა და მნიშვნელოვან თანამდებობებზეც დააბრუნეს. მან დაიწყო ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარება. ეკონომიკაში რეფორმები გულისხმობდა საბაზრო ურთიერთობების დაშვებას ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იყო. გლეხებს მისცეს ნამატი პროდუქტის გაყიდვის შესაძლებლობა, რამაც ჩინეთში შიმშილობის პრობლემა მოხსნა. ნელ-ნელა დაუშვეს კერძო მეწარმეობაც. მის დროს გაჩნდა თავისუფალი ეკონომიკური ზონები. ჩინეთმა მიიზიდა უცხოელი ინვესტორები, დაიწყო ექსპორტზე ორიენტირება. მაგრამ პოლიტიკური თავისუფლებების მხრივ მოქალაქეებისთვის ყველაფერი დარჩა ძველებურად.
არაფერი შეცვლილა. მაგრამ ბევრი რამ შეიცვალა ძალაუფლების ვერტიკალში. მმართველობა აღარ იყო ერთპიროვნული. ის სამ თანამდებობაზე გადანაწილდა. იყო კომპარტიის ლიდერი, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გემდივანი, სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარე, ეს არის ფაქტობრივად პრეზიდენტის პოზიცია და ცენტრალური კომიტეტის სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე. ეს არის ჯარების მთავარსარდლის თანამდებობის მსგავსი. სწორედ აი ამ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა დენ სიაოპინს. მას ჰქონდა ასევე ძველი რევოლუციონერის ავტორიტეტი და კულისებიდან ძალიან კარგად მართვის ნიჭი. უმაღლესი ხელისუფლების სამ საკვანძო თანამდებობად გაყოფას ემატებოდა ისიც, თუ როგორ აბალანსებდნენ ერთმანეთს კომპარტიის ფრაქციები, რომლებიც არსებობდნენ არაოფიციალურად. ესენი იყვნენ შანხაიელები, ძირითადად ბიუროკრატები, ახალგაზრდული ლიგა, კომკავშირიდან წამოსული ხალხი, სხვა ფრაქციებთან შედარებით ლიბერალურები და წითელი პრინცები. რევოლუციის ვეტერანების შვილები და შვილიშვილები, რომლებსაც ჰქონდათ კავშირები არმიაშიც და ცნობა ჰქონდათ ელიტებსაც, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებსაც. იყვნენ სხვა, მაგრამ ნაკლებად გავლენიანი ჯგუფებიც. ამასთანავე გაჩნდა შეზღუდვა, რომ უმაღლეს თანამდებობას ზედიზედ 2 ვადაზე მეტჯერ ვერავინ დაიკავებდა. ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეს ეს შეზღუდვა კონსტიტუციით დაუწესდა. დანარჩენი ორისთვის იქცა ტრადიციად, რომელსაც განუხრელად იცავდნენ დენ სიაოპინის პერიოდიდან. მთელი ეს შეკავების და გაწონასწორების სისტემა იდეალური, რა თქმა უნდა, არ იყო, მაგრამ გარკვეულ დრომდე მუშაობდა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იწყება სი ძინპინის სვა ხელისუფლების სათავისკენ. პირველი თანამდებობა მიიღო როგორც წითელმა პრინცმა კავშირებით. რეაბილიტირებული მამის რეკომენდაციით ის აიყვანეს სახელმწიფო საბჭოში და კომპარტიის ცენტრალურ სამხედრო საბჭოში, მაგრამ მეტი წინსვლისთვის ეს არ იყო საკმარისი. ჯერ რეგიონებში უნდა გემუშავა, თავი უნდა გეჩვენებინა როგორც კარგ და ეფექტიან მმართველს, პარტიის ლოიალურ წევრს. საჭირო იყო ძალისხმევის წლები და ათწლეულებიც კი. ყველგან, სადაც მან იმუშავა, თავი აჩვენა როგორც ეფექტიანმა მმართველმა. ეკოლოგიური პრობლემებით იყო დაკავებული, ეკონომიკით, ტაივანიდან ინვესტიციებს იზიდავდა და ცოლიც მოიყვანა. 1986 წელს ერთ-ერთ რეგიონში ვიცემერად მუშაობისას მეგობრებმა გააცნეს მომღერალი პენ ლიუანი. მას მთელი ჩინეთი იცნობდა, ის ასრულებდა ჩინურ ფოლკლორს და პატრიოტულ რეპერტუარს. ერთ-ერთი სამხედრო ოლქის ანსამბლის წევრი იყო და დღემდე მღერის. ცნობილია, როგორ შეასრულა მან რუსული სიმღერა 2013 წელს სის რუსეთში ვიზიტის დროს. 2002 წელს სი გახდა ერთ-ერთი პროვინციის ხელმძღვანელი, ანუ გუბერნატორი და ამავე წელს გახდა ცენტრალური კომიტეტის წევრი, ფედერალურ დონეს მიაღწია. 2006 წელს შანხაიში მოხდა კორუფციული სკანდალი. მერს პენსიისთვის განკუთვნილი თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში და გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. ხანძრის ჩასაქრობად გაუშვეს სი ძინპინი. მან კი თავი აქაც ძალიან საუკეთესოდ გამოავლინა. მაქსიმალურად უმტკივნეულოდ მოაგვარა პრობლემა. 2007 წელს ის აირჩიეს მუდმივ კომიტეტში, კომპარტიის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, სადაც სულ რამდენიმე ადამიანი შედიოდა. ამის შემდეგ სი გახდა ხუ ძინთაოს პრეზიდენტის მემკვიდრეობის რეალური პრეტენდენტი, რომელიც იმ დროს იყო გენდივანი. ხუ ძინთაოსთვის და დანარჩენი პარტიული ფრაქციებისთვისაც სი ძინპინი კომპრომისულ ფიგურად მოჩანდა, ზომიერ ადეკვატურ მმართველად და არავინ ელოდა, რომ სწორედ ის დაიწყებდა სისტემის ნგრევას, რომლის სათავეშიც აღმოჩნდა. 2012 წელს ხუ ძინთაოს თანხმობით სი აირჩიეს ერთდროულად პარტიის გემდივნად და სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ და საკუთარ ხელში თავი მოუყარა 3-დან 2 საკვანძო თანამდებობას. მან ეს საბჭოები გარდაქმნა, ახალი ხალხი შეიყვანა იქ, ხუ ძინთაო ჯერ კიდევ რჩებოდა ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარედ, მაგრამ ნახევარ წელიწადში სიმ ეს თანამდებობაც დაიკავა. 6 წელიწადში მან დაასრულა შეკავების და გაწონასწორების სუროგატული სისტემის სრული დემონტაჟი. გააუქმა საკონსტიტუციო შეზღუდვა 2 ვადის თაობაზე ჩინეთის რესპუბლიკის თავმჯდომარისთვის, რითაც საკუთარი თავი აქცია შეუცვლელ და შეუზღუდავ მმართველად. ასე დასრულდა ჩინეთის გადასვლა სი ძინპინის პერსონალისტურ ძალაუფლებას. მან გაიმარჯვა, მაგრამ გახდა ის, რასაც ებრძოდა.
დღეს სულ ეს იყო, მე მომავალ ისტორიებამდე გემშვიდობებით, თქვენ კი მოგწერეთ რა იცით ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. მე კი მომავალ ისტორიებამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.